ძალიან კაცრად დგას ეს საკითხი, პირუტყვის და ფრინველის ინფექციები, რომლებიც შემდეგ ხდება მაგიდაზე, ასე ვთქვათ, და რომელიც იწვევს ადამიანის დაავადებებს. აკვაკულტურა, რომელშიდაც რაღაცა არანორმალური რაოდენობით ანტიბიოტიკების გამოყენება ხდება, ვიცით, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს რეგიონში, ევროპაში უერთდათ აზარს. გარემოს უსაფრთხოების შემთხვევაში მიკრობული დაბინძურება წყლის ეკოსისტემებში, რეკრეაციულ წყლებში, სადაც ფაგები შეიძლება ინდიკატორებად, ტრასერებად იყოს გამოყენებული და ასევე წყლისმიერი ინფექციების საწინააღმდეგო სანაციისთვის. და ბოლოს, აი მაშინ ჯანსოფლის მეურნეობაში, ბიოსოფლის მეურნეობა აუცილებლად გულისხმობს ფაგების გამოყენებას, ვთქვათ, ქიმიკატების და ანტიბიოტიკების ნაცვლად. ერთ-ერთი მაგალითია, როგორ შეიძლება ფაგები ტრასირება წყლიან გარემოში, როდესაც ფაგს უშვებთ ჩვენ როგორც ინდიკატორს, როგორც ერთ-ერთი ძალიან კარგი თვისებებია ერთობლივად, ვთქვათ, ენტეროვირუსებს გავს მაგალითად ზოგიერთი ფაგი და შეიძლება სიმულაცია, ამიტომ ფაგის საშუალებით და შეიძლება დაბინძურების წყარო გამოვავლინოთ, ასე მაგალითად როგორ შეიძლება ადამიანმა ზღვაში ბანაობისას თქვათ მიიღოს რაღაცა დაინფიცირდეს. ჩამდინარე ნაგებობები, წყლის ნაგებობები რამდენად ეფექტურად მუშაობს, როგორ შეიძლება გემებიდან ბალასტური წყლების ჩაშვებისას მიკრობმა მოაღწიოს ნაპირზე და ასე შემდეგ. აი ესეთი გამოკვლევები ტრასერების საშუალებით გაკეთებული არის უკვე იყო ჩვენს ინსტიტუტში ჩვენი გრუპების მიერ. პათოგენური ვიბრიოები ასევე და მათი ფაგები, იცით რომ ვიბრიო ქოლერა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პათოგენია და რომელიც მთელ მსოფლიოშია მნიშვნელოვანი, საქართველოში ჯერ ასე ვთქვათ ენდემურ რეგიონად არ ვითვლებით, თუმცა ჩვენმა გამოკვლევა აჩვენა, რომ ჩვენთანაც არის შემცველობა როგორც თვითონ ბაქტერიის წყლებში, ასევე მისი ინდიკატორული ფაგების. და აი გლობალურ დათბობასთან, დაბინძურებასთან ერთად მისი ასეთი აფეთქებების შანსი არსებობს. ამიტომ შესაბამისად რაც მაგალითად დადგინდა, ამიტომ ფაგების შემცველობას, ფაგების გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს დანარჩენები იყო მაგალითად ინდოეთში ფარუგის ჯგუფის მიერ გაკეთებული გამოკვლევით, როცა აჩვენეს, რომ მათ წყლებში, რომელიც არის წყარო ვიბრიო ქოლერასი, ფაგების შემცველობა არის ძალიან მაღალი ინფექციის ბოლოს. ანუ ეს უჩვენებს, რომ ფაქტობრივად ის არის ბუნებრივი მაკონტროლებელი ამ ბაქტერიების გარემოში და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ შევეცადეთ, რომ აი ფაგები გამოგლოყო და შეგვესწავლა მათი აქტივობა კლინიკური შტამების მიმართ, მთელი მსოფლიოდან მოგროვებული კლინიკური შტამების მიმართ. ეს ჰქონდა ჩვენ გაკეთებული ამერიკულ მხარესთან კოლაბორაციაში და ვნახეთ, რომ ჩვენი ფაგები ძალიან მაღალაქტიური შტამების 83%-ს alizირებს და ფაქტობრივად მათი გამოყენება მომავალში, რა თქმა უნდა, ჯერ ამის გამოყენება არ ხდება, მომავალში შეიძლება რომ მოხდეს სწორედ ისეთი ქოლერის ესეთი ინფექციების კუპირებისთვის, რომელთაც ანტიბიოტიკო რეზისტენტური შტამებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რაც სწორედ იზრდება. უნდა ვთქვა, რომ ქოლერას ფაგოთერაპია ჯერ კიდევ ფელიქს დერელის მიერ იყო დაწყებული ინდოეთში 20 წლების ბოლოს. აი ერთ-ერთი სლაიდია, რომელიც ჩვენ გვიჩვენებს, აი აქ რამდენად მნიშვნელოვანი ნატურალური ინფექციების დროს ფაგის გამოყენება. ეს იყო ჯერ კიდევ 1983 წელს ელინი წერეთლის მიერ ჩატარებული კვლევა ინფექციურ დაავადებათა ჰოსპიტალში ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც ნატურალური ინფექციების დროს იყო გამოყენებული ინტესტი ბაქტერიოფაგი, რომელიც პოლივალენტური არის და ნავადარებს წარმოადგენს. აქ არის გამოჯამთელებული პაციენტების პროცენტული რაოდენობა და აქ არის დღეები, რომელ დღეებზე და როგორც ხედავთ, ფაგის გამოყენებისას უკვე მეოთხე, მეხუთე დღეს გვაქვს პიკი, ანუ პაციენტების უმრავლესობა გამოჯამთელებულია. მაშინ როცა ანტიბიოტიკით და თუ არ ვხდები ესე ფენდაფიცინი მას დროს გამოყენებული, ეს გამოჯამთების პროცესი ძალიან ხანგრძლივია და მაინც რჩება განსაკუთრებით თქვა სალმონელოზის პროცესის შემდეგ თქვა მატარებლობა და გამოყოფა ბაქტერიების. შემდეგ ფაგი რაღაცა ეტაპზე დაუმატეს, თქვა ცოტა პატარა პიკი მიცა, მაგრამ მაინც უკეთესი იყო ვიდრე მარტო ანტიბიოტიკი. ანტიბიოტიკი და უკეთესი იყო ვიდრე ცალკე ანტიბიოტიკი. ბაქტერიოფაგები განსაკუთრებით საერთში პათოგენების წინააღმდეგ, ეს არის უკვე აღნიშნები ამაზე, რომ შესაძლებელია და ჩვენ ამაზეც მუშაობდით და საინტერესოა. და ბოლოს ჯანდაცვასთან ასოცირებული ინფექციების პრევენცია და ამოხვა, რაც ყველაზე მეტად გაინტერესებთ, ხო?
ესე იგი, ესეთი გამოცდილება არსებობს ისტორიულად, წინა წლებშიც იყო ეს ყველაფერი გაკეთებული მულტიპროფილურ საავადმყოფოში თბილისში და სანქტ-პეტერბურგში. და შემდეგ ამ ბოლო წლებშიც კეთდება ჩვენი ინსტიტუტში და ჩვენი ჯგუფის მიერაც კონკრეტულად, აი სამშობიარო სახლებში მაგალითად, შემდეგ სამსხვილ მულტიპროფილურ კლინიკაში საქართველოში, როცა ჩვენ შევისწავლეთ სწორედ რა არის წამყვანი ბაქტერიული ფლორა ამ შემთხვევაში ამ პათოგენები რა არის წამყვანი და როგორია მათი რეზიდენტობის პროფილიც და შემდეგ რაც დავარია ჩვენთვის საინტერესო იყო რამდენად ისინი ექვემდებარება ბაქტერიოფაგების ზემოქმედებას და სწორედ ესე იგი ნაჩვენები იყო რომ მულტირეზიდენტული შტამები რომლებიც ხშირად იყოფა რა თქმა უნდა სხვადასხვა ჰოსპიტალში სხვადასხვა სიხშირით და სხვადასხვა პროფილი მაგრამ აი ეს ჩამონათვალი არის იგივე სედომონა ერუგინოზა ყველგან გვაქვს სტაფილოკოკუს აურის კლეფსიელა გვაქვს ანაცინედო ბაქტერიის სხვადასხვა ჰოსპიტალებში კოაგულოზო ვარკოფიტის სტაფილოკოკების როლი არის გაზრდილი რა თქმა უნდა სერაცია გვაქვს ზოგიერთ და ასე შემდეგ და ბაცილუსებიც იყოფოდა ვთქვათ იგივე დამწრობის კლინიკაში და აი მე შემდეგ ჩვენ შევისწავლეთ სწორედ ფაგების მოქმედება ამ შტამებზე და ვნახეთ რომ თქვათ საკმაოდ მაღალი პროცენტული სიხშირით რა თქმა უნდა არაერთი ბაქტერიოფაგი არამედ ფაგების ნაკრები აკეთებს ამ სამუშაოს. ფაგების ნაკრები ჯამში აი მაგალითად აურეუსის შემთხვევაში 98%-ია, პსევდომონა აერუგინოზ თითქმის 90%-ია და ასე შემდეგ. შედარებით ნაკლებია პნევმონია კლეფსიელას და მალვანის წინააღმდეგ, მაგრამ იქაც საკმარისია. და ხო, აი ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას ვაკეთებ ჩვენ მომავალში, აი ფაგოთერაპიის დაწყოზე და მომავალზე რო ვილაპარაკოთ. დღევანდელ დღეს FDA-ს მიხედვით, საკვების და FDA Food and Drug Administration, ფაგოთერაპია უკვე განიხილება როგორც სამკურნალო საშუალება, მაგრამ იმ შემთხვევებისთვის ხშირ შემთხვევაში გადაუდებელი შემთხვევების როდესაც სხვა საშუალებები უშედეგოა და ამიტომ ქვია მას სწორედ გამოკვლევაში ყოფი ახალი ვთქვათ მედიკამენტი, ხო? და ასეთი მედიკამენტები პერიოდულად ამტკიცებს უფლებას იძლევა FDA რო იყოს გამოყენებული ვთქვათ ლისტერია საწინააღმდეგო კოქტეილები დიდი ხანია დამტკიცებული აქვს რამდენიმე წინა ათწლეულში მაგრამ 2019 წლიდან მაგალითად FDA-მ გასცა თქვათ ნებართვა 30-მდე კლინიკურ მდგომარეობაში პაციენტისთვის მომზადებული იყო თერაპიული ფაგები სწორედ აი ამ ნებართვის და ამ რეგულაციის ქვეშ და ეს იყო გაკეთებული Adaptive Phage Therapeutics არის ეგეთი კომპანია რომელიც აქტიურად მუშაობს ახალ ფაგების მიმართულებით. ეხლა მაგრამ აქ არის აუცილებელი მოთხოვნები რომელიც დღეს ჩვენ წინაშე დგას ეს არის ის რომ გენომის სეკვენირება არის აუცილებელი თითოეული თერაპიულად გამოყენებული ფაგის შემთხვევაში შემდეგ სტერილობა ტესტირება რომელსაც ისედაც კეთდება დღევანდელ დღეს ცხადია აუცილებელია ეს არის სტერილობა უსაფრთხოება სტაბილობა და ასე შემდეგ და შემდეგ უნდა ჩატარდეს ახალ ფაგურ პრეპარატებზე აუცილებლად რეგისტრირებული კონტროლირებული კლინიკური კვლევები, რაც რა თქმა უნდა სხვადასხვა ინფექციების შემთხვევაში თანაც იგი მაგალითად თუ ჩატარდა კლინიკური კვლევები სტაფილოკოკუს აურეის ინფექციების შემთხვევაში ეს არ იქნება საკმარისი რომ თქვათ იგივე კლეფსიელას ინფექციების შემთხვევაში დასკვნა თქვათ გამოვიყენოთ ამისთვის. პრინციპში კი, მაგრამ არ იქნება საბოლოოდ საკმარისი. და ბოლოს პერსონალიზირებული თერაპია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც ხალხებია მერს ილაპარაკებს, შემდეგ ჩვენს პაციენტების შესახებ, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა უკვე ევროპაში, ავსტრალიაშიც კი. ну რა თქმა უნდა, მასშტაბით ის ჩვენი ფაგოთერაპიის ცენტრის სამუშაოს ვერ შეეძრება და ჩვენი ინსტიტუტის. მაგრამ ესე იგი ბელგიაშიც გამოიყენება ფაგები როგორც მაგისტრალური პრეპარატები. და ჩვენ შემთხვევაში ეს არის ავტორიზებული აფთიაქის მიერ მომზადებული პერსონალურად გამდამზადებული ფაგები კონკრეტულ პაციენტზე. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი არის გაიდლაინების და რეგულაციების შემუშავება, რომელიც ამ პრინციპების განხორციელებას ხელს შეუწყობს. ამ მიმართულებით საქართველოში თითქოს ერთის მხრივ კარგად არის საქმე, რადგან ეს ოფიციალურად მიღებული
თქვათ თერაპია და კუნდალობის სახეა, მაგრამ მეორე სწორი იმის გამო რომ არ არის გაიდლაინებში, იმ გაიდლაინებში შესული ეს ახალ თქვათ ევროპიდან თუ ამერიკიდან შეფქანდა გაიდლაინებში არ წერია არსად ფაგოთერაპია, ამიტომ სამწუხაროდ ჩვენი ექიმების მიერ ნაკლებად გამოიყენება. და უფრო მეტად პოპულარულია ხოლმე ხანდახან საზღვარგარეთ ვიდრე ჩვენთან. აი ამით მინდოდა დავამთავრო, დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ჩვენი კოლეგები გააგრძელებენ. კითხვები მე ხო როგორც ხდება, თუ კითხვები გვაქვს, მე მზად ვარ უპასუხოდია. გინეკოლოგია გასაგებია და მიანობაში ვთქვათ გამოყენების არეალი რა იქნება? მიანობაში? ნუ ახლა მიანობის შემთხვევაში თუ მაგალითად თვითონ ყველაზე ცნობილი ინფექციები რაც თან ახლავს თქვათ იგივე თქვათ მშობიარობის პროცესს და ასე შემდეგ, ხო? მე ამას ვლაპარაკობ. ამას გულისხმობ საკეისრო კვეთა, ჭრილობათა ინფექციები, ნუ ახლა ვიცით რომ ეს სეპსისი, რომელიც სტრეპტოკოკული სეპსისი იყო, ხო, ეს მისი პიუროფერალ სეპსისი ქვია, მშობიარობის სეპსისი იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც კი არსებობდა ყველაზე მაღალი პროცენტით სიკვდილობის გამომწვევი. და დღევანდელ დღეს, რა თქმა უნდა, ეს ანტიბიოტიკების მეშვეობით მოხსნილია ეს პრობლემა, მაგრამ ჯერ კიდევ არის ისეთი ბაქტერიული პათოგენები, რომელსაც შეიძლება არ დაექვემდებაროს სხვა ანტიბიოტიკოთერაპია. ამას გულისხმობ. ნუ გარდა ამისა, რა ვიცი. დანარჩენი თვითონ აი ამ პროცესს ზუსტად მაგას გულისხმობთ, რაც დაკავშირებული შეიძლება იყოს ინფექციების განვითარებასთან. ყველგან სადაც ინფექცია, იქ არის ბაქტერიოფაგი. თუ ინფექცია არ არის, მაშინ ბაქტერიოფაგება აი ანტენატალურად თუ დია? ამ როგორ უნდა შეარჩევთ, თქვენ სხვადასხვა კატეგორიები ხო? დია? ფაგების და როგორ არჩევთ? როგორ ვარჩევ? თესება. ხო, ეს არის ლაბორატორიული კვლევა. აუცილებლად. ლაბორატორიული კვლევის გარეშე ეს არ ხდება. ანუ ესე შეიძლება რომ თქვა პროფილაქტიკურად, მაგალითად ნაზლაური ინფექციების შემთხვევაში, როდესაც რაღაც ნაზლაური ინფექცია გავრცელებული და ჩვენ მინდა რომ რა თქვა ოჯახის წევრები ამისგან დავეცოთ, ჩვენ იმ ტესტი ბაქტერიოფაგი, რომელიც არის მრავალკომპონენტიანი, შეიძლება ისედაც თქვათ მიიღოს პაციენტმა კი არა ჯანმრთელმა ადამიანმა ამ შემთხვევაში პროფილაქტიკური მიზნით. მაგრამ, როდესაც აი ესეთი შემთხვევებია და რაღაც ინფექციასთან აქვს საქმე, რა თქმა უნდა, ყოველთვის ისე როგორც ანტიბიოტიკოთერაპიის შემთხვევაში. არსებობს ემპირიული თერაპია, მაგრამ ყოველთვის სასურველია ანალიზის, ბაქტერიოლოგიური ანალიზის ჩატარება და ფაგობის ნობელობის შესწავლა. ფაგობის ნობელობა არის აუცილებელი ტესტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ბაქტერიოფაგები მიზანმიმართულად გამოვიყენოთ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ ბაქტერიოფაგი მოქმედებს და ველოდებით მის ეფექტურ მოქმედებას. აუცილებლად ეს ტესტი არც ისეთი რთული გასაკეთებელი ტესტია, ყოველ შემთხვევაში მიკრობიოლოგიური ლაბორატორიისთვის რთული არ უნდა იყოს, უბრალოდ მისი აი რუტინულად დანერგვა არის საჭირო. და თვითონ ბაქტერიოფაგების პრეპარატების შემუშავება სულ სხვა რამეა და ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვან ამოსtildeებას გულისხმობს. ლაბორატორიული ტესტების გაკეთება მზომველობაზე სრულად არ არის რთული. ანტიბიოტიკების პარალელურად ხო? დიახ, შეიძლება. ანტიბიოტიკების პარალელურად თერაპია. ხო, აი ესეც ნამდვილად ახლა მე აქ ჩემ მოსწრებაში არ მithავს, მაგრამ ზოგადად ეს რომ ზიამას და კალბოდომრალიამას თქვა, რომ ცნობილია რომ ბაქტერიოფაგი შეიძლება რომ აი ამ შემთხვევაში ფაგმა და ანტიბიოტიკმა სინერგისტული პრინციპით იმოქმედოს. ანუ ძალიან ერთად ძალიან კარგი შედეგი მოგწეს. იმიტომ რომ რატომ იცით, მათი პრინციპი მოქმედების არის განსხვავებული. მათი მოქმედების რეზისტენტობასთანაც ხო არ არის პარალელი. ისე ანტიბიოტიკო რეზისტენტობა არასოდეს არ ნიშნავს ფაგო რეზისტენტობას. იმიტომ რომ მათი მოქმედების მექანიზმი არის სხვადასხვა. ისინი მოქმედებენ სხვა, ვთქვათ, ბაქტერიული კედლის რეცეპტორები ჭირდება, რეცეპტორების არსებობა ბაქტერიოფაგს, ხო? ანტიბიოტიკების შემთხვევაში ეს არის ან დაშლა, ვთქვათ, იქ მემბრანის, ან იქ არის რაღაც სინთეზის შეჩერება და სხვადასხვა მექანიზმებია და ამიტომაც მათი კომბინირება შესაძლებელია, საკმაოდ წარმატებით. ფაგორეზისტენტობა თავიდანვე არის თუ ხანგრძლივი ფაგოთერაპიის შედეგაც გინახავთ, რომ გამიტარებულა კონკრეტული ფაგის მიმართ. და იმ კვლევებზეც რო თქვათ, როდის იწყებს აი თქვათ კლინიკურ კვლევებს და თუ იგეგმება ჩვენთან ქვეყანაში ამ კლინიკური კვლევების დაწყება და საავადმყოფოების შეცვლა. კი ბატონო.
ესე იგი ფაგორეზისტენტობა შესაძლებელია და ვითარდება კიდევაც. თუ ხანგრძლივი გამოყენება კი ბატონო ფაგს და თუ ეს არის ერთი ბაქტერიოფაგი გამოყენებული, ხო? ამიტომ ვიქტორ მის საწინააღმდეგოდ შეიძლება ბაქტერიამ გამოიმუშავოს თქვათ რეზისტენტობა. თუმცა ეს რეზისტენტობა რაძლევადია, იმიტომ რომ ეს ძალიან მოქნილი სისტემაა. აი ბაქტერიოფაგიც იმუშავებს თავის მექანიზმს იმისთვის, რომ აი ამ რეზისტენტულ ბაქტერიაზე თქვათ დაჯდეს და ინექცია მოახდინოს და ინფექცია განავითაროს. ეს ერთი. მეორე ის არის, რომ თერაპიაში ყოველთვის გამოიყენება ხოლმე უმეტესწილად ნარევები ფაგების, არა ერთი ფაგი, არამედ ნარევი, 2-3 ფაგი, იმისათვის რომ სწორედ ეს სხვადასხვა რეცეპტორული აპარატის მქონე, იმისათვის რომ არ მოხდეს ერთდროულად, სამ ფაგის მიმართ ერთდროულად ფაქტობრივად გამორიცხულია რეზისტენტობის განვითარება. ესა და მესამე რაც შეეხება კლინიკურ კვლევებს. კლინიკური კვლევები, სხვაჯერს კლინიკური კვლევა 2017-18 წლებში ჩატარდა საქართველოში უროლოგიის სფეროში. ეს იყო უროლოგიის ინსტიტუტისა და შვეიცარიის რომელიღაცა უნივერსიტეტის წარმოსწორ ერთობლივად ჩატარებული კვლევა ჩვენ ინსტიტუტთან ერთად. ჩვენ ინსტიტუტი უროლოგიის ინსტიტუტი და იყო სწორედ პოსტოპერაციული ინფექციების განვითარების საწინააღმდეგოდ ფაგების გამოყენება ტურის ოპერაციის შემდეგ. და ესე იგი ძალიან საინტერესო შედეგი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ესე იგი ნამდვილად დაჩვენები იყო, რომ აბსოლუტურად უსაფრთხოა ეს ბაქტერიოფაგები და კარგად გადაიტანება პაციენტების მიერ და ასე შემდეგ. აი ესეთი თვალსაზრისით. თუმცა ეფექტურობის თვალსაზრისით დიდი განსხვავება ჩვენ ვერ მივიღეთ თქვათ იგივე ანტიბიოტიკთან შედარებით და პლაცებოც ჰქონდა ეგ ამას რა თქმა უნდა ორმაგი ბრმა კვლევები იყო რასაც უკავშირებთ რომ არ იყო კარგად ეს დიზაინი გაკეთებული იყო შვეიცარიელების მიერ არ იყო კარგად დაგეგმარებული ბევრი რაღაცა ფაქტორი არ იყო გათვალისწინებული და ნუ აი ხა შემდგომში თუ კიდე გაგეცდება ვფიქრობთ რომ გაცილებით უკეთესი შედეგი იქნება. საერთოდ მარტივი არ არის ფაგებზე კვლევის გაკეთება, იმიტომ რომ მაინც ბიოლოგიური ობიექტებია, ცვალებადია და ასე შემდეგ და ჭირდება ხოლმე ხშირად ადაპტირება, მორგება პაციენტზე და ასე შემდეგ. ამიტომ აუცილებლად საჭიროებს გამოცდილი სპეციალისტების ჩართვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ფაგების გამოყვანა თვითონ ინჟინერიით, რომელიც ახსენეთ თქვენ აქ შეზღუდული რამ ხრივ ვართ რესურსის თვალსაზრისით ქვეყანაზე. იცით რა, ეხლა ტექნოლოგიურადაც რა თქმა უნდა შეზღუდული ვართ, იმიტომ რომ მაღალ ტექნოლოგიური სამუშაოა და მე კიდე ხო იცით როგორც აი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მიმართ არსებობს გარკვეული რა ქვია მაგას უარყოფითი განწყობა ასევე ესეთივე რაღაცა არის ყველა ესეთ გენურ ინჟინერული მეთოდით მიღებული ის საწინააღმდეგო და ამიტომ არის ეგეთი მნიშვნელოვანი ამიტომაც არის თორე რა თქმა უნდა მომავალი აქვს იმასაც ისევე როგორც ბუნებრივი მაგრამ ბუნებრივი ფაგები რა არის რომ ისინი ბუნებაშია გადარჩეული და არის განსაკუთრებით ვირულენტური, ვთქვათ, ბევრი ურთიერთქმედების შედეგად გარემოდა მყოფ ამას. და რეალურად გვერდითი მოვლენების უფრო ნაკლები უნდა ქონდეს, ხო, მიგრანტებიoti. გვერდითი მოვლენები ნამდვილად ნაკლებია, გაცილებით ნაკლები, სწორედ იმიტომ, რომ ბუნებრივად არსებობს ჩვენ ორგანიზმში და ასე შემდეგ. პრაქტიკულად არა. ეგეს ალბათ დიდი პლუსია, კი ბატონო, არის ნამდვილად ერთ-ერთი პლუსია ნამდვილად, იმიტომ რომ პაციენტი ვერ იტანს არის შედარებით ანტიბიოტიკთან შედარებით თანხობრივად. ბატონო, თანხობრივად? უფრო ძვირი გამოდია კურნალობა? არა, იაფია გააჩნია ანტიბიოტიკს ალბათ, ხო? იმიტომ რომ ანტიბიოტიკებს შორისაც ხო არის სხვაობა ფასების მიხედვით. უფრო იაფია, ვიტო? იცით რა არის? ესე იგი, ეხლა ვეღარ დავარქვათ, რომ ეს ბაქტერიოფაგები ძალიან იაფია, იმიტომ რომ რეალურად დიდი ინტელექტუალური შრომა არის მაშინ ჩადებული. და რა თქმა უნდა წარმოება და დღევანდელ დღეს უკვე ფაგები მოითხოვს გარკვეულ დამუშავებას, გასუფთავებას, კონცენტრირებას და ასე შემდეგ. გარკვეული კვლევების ჩატარებას. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მის ფასს რაღაცნაირად ზრდის. ანუ ჯერჯერობით ვერ ვიტყვით რომ იაფია.
არა, უფრო იაფია, ჯერჯერობით. სტანდარტული კომერციული ხო იაფია, აუტო შეიძლება. ახლა ფასი იკითხეთ, ხო? ანუ ანტიბიოტიკი სხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფასია, ხო? არის ანტიბიოტიკები, რომლებიც ინდოეთში ჩვენ ქვეყანაში მკურნალობა, როგორც ესეთი ქართველი პაციენტებისთვის არის ჩვეულებრივად, როგორც ანტიბიოტიკი დაახლოებით იგივე არის ფასი. ჩვენთან ფასი განსხვავებულია უცხოელი პაციენტებისთვის, მაგრამ ანტიბიოტიკის და ფაგის ფასს თუ შევადარებთ, ფაგი ნამდვილად ბევრად ნაკლები არის. რა ეს სხვადასხვა თემებია და მოგახსენებთ. ხო, ნუ ყოველთვის მაინც კაი პასუხი მიგდეთ, რომ უფრო იაფია. კი.